ახაკალაძის ბანერის დაზიანებასთან სისხლის სამართლის კოდექსით ბრძოლის პარალელურად ოცნება კალაძის გამოსახულებებს ფიზიკურადაც იცავს. მელიქიშვილის გამზირზე საარჩევნო შტაბთან პოლიციელების თვალშისაცემი სიმრავლეა, მაგრამ უჭერთ აღიარება, რომ მათი დავალება ამ ბანერების წარწერებისგან დაცვა. 23 წლის სტუდენტის სისხლის სამართლის კოდექსით დაკავების შემდეგ გამოძიება ახლა ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ დაიწყო კალაძის ბანერის დაზიანების მოტივით. მეგი დიასამიძისთვის სოლიდარობის გამოხატვა იყო ხოშტარიას აქტის ერთი მიზეზი. მეორე კი იყო პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა. ოცნების რეჟიმის გაპროტესტება და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. დაიბარებენ თუ არა ელენე ხოშტარიას გამოკითხვაზე ნანო ჩაკვეტაძე ცდილობს საქმის დეტალების გარკვევას. ელენე ხოშტარიას კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს და პარტია დროას დამფუძნებელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ იმავე მუხლით აღუძრა საქმე, რაზეც გასულ კვირას სამოქალაქო აქტივის 23 წლის სტუდენტს მეგი დიასამიძეს ციხეში 3 წლით უპირებდა გაშვებას. სწორედ მეგი დიასამიძის სტუდენტის სამოქალაქო აქტივისტის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით დააწერა საპროტესტო აქციაზე ელენე ხოშტარიამ კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან. სწორედ კახაკალაძის საარჩევნო ბანერს წარწერა რუსული ოცნება. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლზე, რაც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებითვე ნივთისა და პარტიის კუთვნილი ქონების განგებ დაზიანებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირის 3 წლამდე პატიმრობა. შეიძლება სწორედ ეს აღმოჩნდეს სასჯელი ელენე ხოშტარიასთვის, თუმცა გეტყვით, რომ ამ დრომდე მას ბრალი ოფიციალურად არ წარსდგენია. წესით კანონის მიხედვით ელენე ხოშტარიას ბრალი სწორედ დღეს უნდა წარუდგინონ. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი, ეს იყო ერთი მხრივ სოლიდარობის გამოცხადება და მხარდაჭერის გამოცხადება სამოქალაქო აქტივისტის მეგი დიასამიძის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ ეს იყო ხმამაღლა პოლიტიკური განცხადების გაკეთება, იგულისხმება წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ. სწორედ ასეთია ელენე ხოშტარიასა და მისი თანაპარტიელების, მისი თანამებრძოლების პოზიცია. სოლიდარობა მეგის მიმართ, იმიტომ რომ ეს გოგო დააკავეს სრულად უსამართლოდ სისხლით ბანერზე საღებავის წარწერის გამო, რომელიც ნებისმიერი საღებავის გამხსნელით იწმინდება. ელენე ხოშტარიამ საერთოდ მარკერით დააწერა, რომელიც ჩხილზე რო უბრალოდ ლაქს ვიშორებთ, იმითაც შესაძლებელია რომ გაიწმინდოს და ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, იმიტომ რომ მთელი ღამე აქ რაღაც ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ და ბოლოს საერთოდ ჩამოხსნეს ეს ბანერი და წაიღეს. ჩვენ გამოცდილებიდან ვიცით, იმიტომ რომ თითქმის ყველა არჩევნების წინ ჩვენ ბანერსაც აზიანებდნენ ყოველთვის ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ტიტუშკები. ჩვენს ოფისებსაც აზიანებდნენ და ვიცით, რომ ამის მოშორება მარტივად არის შესაძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გამო არავინ არ დასჭილა. მოლოდინი ლოგიკას არ ექვემდებარება მათი, ნებისმიერი რამ შეიძლება რომ ხნან ალბათ დააკავებენ ელენესაც, ამისთვის რა თქმა უნდა ის გზად არის. ამათგან არაფერი არ არის ზოგადად მოულოდნელი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მართლა კომიკურ სურათს უყურებთ, ხო რომ 200 და 300 ლარიანი ზიანის გამო ადამიანი იმ დღეს ჩასვეს ციხეში, ახალგაზრდა გოგონა ჩასვეს ციხეში და შესაბამისად არაფერი არაა გამორიცხული იმის შემხედვარად მეთუმეტეს, როცა რაღაცა ძალიან კომიკურად პოლიციამ იყავს ლენტებით საზღვრავენ ამ ადგილს, როცა მართლა 200-300 ლარიან ბანერზე არის საუბარი. ამათ რაღაცა სულელურ არ არსებულ დღის წესრიგს, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაემორჩილოს, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ქვეყანაში საერთოდ არ იჯებოდეს ჯგუფური ძალადობა და ადამიანებისთვის რაღაცა ჯებირის თავზე გადალეცვა და იჯებოდეს ბანერის შეღებვა რაღაცა შავი ფლომასტერით. ვერ გეტყვით ივანიშვილის ეს დაჯგუფება, რომელიც ეხა მის გარშემო ზის და პანიკურ შიშია 4 ოქტომბრის იდეის გარშემო გაერთიანებული ხალხთან დაკავშირებით, ყველაფერი შეიძლება მან გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს, რომ ეხა ვინც არ უნდა დაიჭიროს ივანიშვილმა ესეთი გამოგონილი სასაცილო ბრალდებებით. ყველას პატიმრობა იქნება ძალიან ხანმოკლე და ჩვენ ყველას გავათავისუფლებთ 4 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ. ექსპერტ კრიმინალისტებმა მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მუშაობა უკვე დაასრულეს. საზოგადოებამ ნახა ამის ამსახველი კადრები, რომ ექსპერტ კრიმინალისტები ფაქტობრივად მთელი საღამოს განმავლობაში მუშაობდნენ სწორედ კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან. კალაძის საარჩევნო ბანერი, რომელზეც გაკეთებული იყო ელენე ხოშტარიას მიერ წარწერა რუსული ოცნება, უკვე ამოცვლილია, გაახლებულ ფასადს კი პოლიცია იცავს.